კოლექცია. ლალი იმნაიშვილის საავტორო გადაცემა. მოგესალმებით მეგობრებო, საზოგადოებრივ რადიოს ისმენთ პროგრამა კოლექციას. ღიმილით მოგესალმებით დღეს თუ იგრძენეთ თქვენ ჩემი ღიმილით, რატომ არაჩვეულებრივი ვარდებია ეკრანზე. ჩვენი ნახვაც შეგიძლიათ რადიო 1.G-ზე და ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს სტუდიაში, რომელიც ვარდივით მიიღიმის. პროფესიით ექიმია, მებაღე და ვარდების კოლექციონერია. ამდენად თქვენ დღეს საშუალება გაქვთ შეგვეხმიანოთ და გაიხსენოთ რამე ამბავი თუ გაკავშირებთ ამ ყვავილთან, ყვავილების დედოფალს ეძახიან ვარდებს და ძალიან უყვარს ვარდი. ყველას მე ვფიქრობ თუ სწორს ვამბობ, დამიდასტურეთ. 2409192 მირანდა ბრეგვაძე ჩვენი სტუდიის და გადაცემის სტუმარია და მზად არის ვარდზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდოს. ჩვენ კი მოვამზადეთ არაერთი მუსიკალური ფრაგმენტი. ვარდებზე მღერიან, ვარდებზე წერენ ლექსებს, ვარდებს ხატავენ, ვარდების ქვეყანას ეძახიან ჩვენ სამშობლოს და მიხარია რომ დღეს ჩვენ აი ამ თემებზე ვისაუბრებთ. მირანდა ბრეგვაძე მიყურებს, ხან ვარდებს უყურებს, ხან მე და იღიმის. ვარდებს როცა უყურებ, ალბათ გეღიმება ადამიანს საერთოდ, ხო? როგორ თუთხასიათიც უნდა იყოს, ალბათ მე ვამბობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი თერაპია. როგორც ექიმი ამბობ თუ როგორც ვარდების კოლექციონერი ამას. ალბათ ორივე მოგვიდეს ამაზე, როგორც ექიმიც და რა თქმა უნდა, ეს დიდი სიყვარული მე ზუსტად ამან გადამაწყვეტია ვარდების კოლექციის შეგროვება, რომ უამრავი ჯიში არსებობს და ძალიან საერთოდ უძველესი მცენარე არისო და ლათინურად როზა ქვია, ხო? რა თქმა უნდა, და ძეგლებზე, უძველეს ძეგლებზე ვარდის გამოსახულებები და მე ის მომეწონა რომ რომში როდესაც ვარდი ხომ მაისამდე ყვავის თუ როგორ არის? მაისიდან ვარდობის თვე მაისის თვე და ზამთარში არა. თუმცა ზამთარში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, აქ რამდენიმე სურათია დათოვლილი და ვარდები. თვითონ ვარდიც შერჩენილია და რაღაც თითქოს ცდილობს რომ უძლებს ყინვას, ხო? უნდა მოგვითხოვრო ახლა მირანდა ის გზა, რომელიც გამოიარა ექიმობიდან ვარდების კოლექციამდე. დიახ. დაკავშირებულია ექიმობა და მედიცინასთან არის კავშირი, სამკურნალო თვისებებიც აქვს ვარდს და ასევე ვარდს ჭირდება ისეთივე მკურნალობა, როგორც ადამიანს. ეს სწავლის დროს გაარკვიე, თუ მანამდეც იცოდი? ანუ მანამდე უფრო არ ვიცოდი, მაგრამ სწავლის პერიოდში უკვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან კავშირში იყო ერთმანეთთან და ძალიან ანუ ის წლები, ის 7 წელი, რაც მედიცინაში მქონდა ჩადებული, ფუჭად არ ჩაუვლიათ, გამომადგა ნამდვილად ამ ვარდების. აი ფოლკლორში გამოგადგა განსაკუთრებით, ხო? დიახ, ფოლკლორი. ეს ძალიან ისეთი კურიოზული ამბავია, რომელიც ერთ-ერთი ხოთაშორის ექიმებს ძალიან უყვართ ვარდები და მათთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მეტად გადამაწყვეტია, რომ დამეწყო ვარდების შეგროვება და გამრავლება. რა თქმა უნდა, გამრავლება და ყველაზე მთავარი ვთქვათ, კოლექციაში რამდენია ახლა? ჩემ კოლექციაში არის 300-მდე ჯიშის ვარდი. როცა მე დავიწყე, მაშინ 15 ჯიში ქონდა მამას ეს და რა ექიმებმა ფოლკლორზე ექიმებმა
ანუ სხვადასხვა დაავადებები, როგორც ადამიანს უჩნდება სოკოვანი დაავადებები, თქვათ და მავნებლები ესევე ან ასევე ვარდებს. ამ სოკოვან დაავადებებთან საბრძოლოდ რა ვიხმარო ექიმმა, რა თქმა უნდა, ექიმი ამას პირველ რიგში სხვა კუთხით მიუდგებოდა, ვიდრე თქვა სხვა პროფესიის ადამიანი და სამთო ქიმიაში გავაგზავნე, არიან მეთქი სპეციალისტები, მაგრამ მე თვითონ პირადად გეტყვით პრეპარატს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პრეპარატების შემოგთავაზონ, მაგრამ საქართველოს კლიმატზე ყველაზე კარგად მოქმედებს ფოლკლორი მეთქი. გაქცეულა იმ დღეს ეს ქალბატონი და იქ მამაკაცები, ახალგაზრდა მამაკაცები ისხდნენო და კარგი სასიამოვნო შესახედი ქალბატონია ეს ქალბატონი და რაგნებოდ ქალბატონო ყველა ემსახურებიან და თორმე და იცითო ფოლკლორი მინდაო და ვარდის სამკურნალო. სამკურნალო, ჯერ არ უთქვას, რა ფოლკლორი ქალბატონაო და აი ვარდების სამკურნალო, დიახ ქალბატონო, ძალიან კარგია ნამდვილად ფოლკლორი ვარდებში. და მირეკა და მითხრა, ჩემო კოლეგა, ფოლკლორიკერა ფალკონი და ესა ნენელა მეც რაც პროფესიულ დონეზე შევისწავლე მე ასე ვთქვათ. მე ის მომეწონა, რომ მემკვიდრეობით გადადის ვარდების სიყვარული და საერთოდ მცენარეების. ვარდს ყოველთვის უნდა გაუღიმო ესაუბრო? დიახ, ჭირდება ნამდვილად, კი, ნამდვილად. მოდით ერთი სიმღერა მოვისმინოთ და ჩვენს რადიო მსმენელსაც შევახსენოთ ეს სიმღერა. მე ვფიქრობ სიამოვნებით მოისმენთ. მე სიამოვნებით ვაუსმენ. აბა ყვავილებში დამეკარგე, ყვავილივით ბალწაწინა, იქნებსიომ ნანაგიხრა, ვარდის შვილში დაგაძინა. თუ ყვავილთა კრეფას გახდებ, გაგითვალო ჭმაიამ, დაკარგე თუ მემალები ვერ გამიგია. გეძებ ჩემო კარგო ბიჭო, არსა დამიკარგო შენი შავი თვალები. მოდი რომას ჩამხარ მართლა, იახო მარახარაზე მორცხვად რომ იმალები. სადგედებო ყვავილებში, როგორ მოკრა ყვავილს თვალი, შურიანმა ენძელებმა გადამალე შენი კვალი. თუ ყვავილთა კრეფას გახდებ, გაგითვალო ჭმაიამ, დაკარგე თუ მემალები ვერ გამიგია. გეძებ ჩემო კარგო ბიჭო, არსად დამიკარგო შენი შავი თვალები. მოდი რომას ჩამხარ მართლა, იახო მარახარაზე მორცხვად რომ იმალები. მოსმენილი გაქვს ალბათ ეს სიმღერა, ისევე როგორც ჩვენს სიამოვნებით მოусმინე. შეთამილორავა სიმღერა პეტრე გრუზინსკის ლექსზე. ყვავილებში დამეკარგე, ხშირად იკარგები ყვავილებში. დიახ, ხოთაშერის, როდესაც დაიწყო ხშირად მეუნებიან ამას. დიდი დრო უნდა ხო მათ? დიახ. მეგობრებიც ხშირად ვამბობენ. ვიდრე როგორც პროფესიონალი, შენ დეკორატორიც ხარ, მებაღეც ხარ და ვიდრე აი ამას დაუბრუნდებით და დღეს ძალიან მოდაშია ყვავილები. ყველგან სადაც მიხვალ, ყველა ცდილობს რომ ყვავილებით გაილამაზოს. ეს არის სახლი, ეზო, აივანი. ერთ პერიოდი არ იყო ესე მოდებული, რაღაც ჩაქრა და ახლა კვლავ აღუძინდა და ყველა აივანზეა, ასე ვთქვათ. ჩემს სმენელი გვიკავშირდება. ალო, გისმენთ? მოგესალმებით. ქალბატონო ვარი, მოგესალმებით, რამდენი ხანია არ მილაპარაკია თქვენთან. ძალიან. გადაცემას არ მქონია კავშირი. რატომ მე, რატომ? ცოტა ჯანმრთელობა მას ვიქნა რა ქვია, შემაჩერა თორემ. დღეს ყვავილები გადაგვარჩევენ. ყვავილების ვიცი და ვარდებთან დაკავშირს კავშირი. და თქვენ? ვიცი. თქვენ რამეს გაიხსენებთ ვარდებთან დაკავშირებით? გავიხსენებ ვარდებთან დაკავშირებით, ვერ რამეს გავიხსენებ. დაკარგია ბატონო. ჯერ ეს ერთი მოგესალმებით თქვენ. დიახ.
გადაცემას და მიესალმები ქალბატონ მირანდა ბრეგვაძეს. მადლობთ მეც მოგესალმებით. რომელსაც უყვარს ვარდები, ასე ძალიან. ვარდები მე ძალიან მიყვარს, ეს არის თავის ყველაფერი სამეფო ყვავილია, სამეფო. ხო და ბევრნაირი თეთრის, ვარდისფერი, ცისფერებიც არის, მაგრამ მე ჩემს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ქაიროში რო ვიყავი ეგვიპტეში. დიახ. ქაიროს ვარდებმა ესე იგი რომ მოგვიტანეს ოთახში დაგვიდეს ერთი კვირა ისეთი სუნი იდგა ოთახში რომ არ გასულა რა. რა ფერის იყო ის ვარდი? მუქი ესეთი მუქი წითელი პურპურნო მირანდის ფერიო მირანდის ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე რა კარგია. თქვენი სახელი უნდა მითხრათ. ბატონო თქვენი სახელი უნდა მითხრათ რომ მსმენელმა ზურაბი მქვია ზურაბ მე მაგადაცემაში მონაწილეობა მიღებული. მე კი გიცანით ბატონო ზურაბ, მაგრამ მსმენელმაც რომ გაიგოს ბატონო ზურაბ კარამურსა ჩვენს გადაცემაში პროფესორი ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა აქვს მიღებული საინტერესო ამბებით, აი ახლაც ესეთი საინტერესო და მე სიამოვნებ რომ რაღაც ისეთ ვარდზე ქონდა საუბარი, რომელიც მეც ძალიან მიყვარს. ბატონო ზურაბ კიდევ ხوارდნებავთ რამე დაამატოთ. არა, გისურვებთ წარმატებას და თუ რაღაცა მოახერხე და შევაგროვებ, მასალა ბევრი მაქვს, მაგრამ თავმოყრა უნდა და ძალიან დრო მოუსვლელი გავხდი რა. ძალიან კარგი. გამივარ ძალიან ბევრს. ძალიან კარგი. ისე ვარდს რო სამკურნალო დანიშნულება აქვს, ხომ იცით და მოდით ახლა ერთად. კი, ყველაფერი ვიცი, სამკურნალო ჩაი ვარდის ჩაიც არსებობს, ვარდის მურაბაც არსებობს, ვარდის ერთად ვიმკურნალოთ ახლა 2409192 მეგობრებო ეს პროგრამა კოლექცია დღეს ვარდებს დაუთმეთ და ყვავილებს ჩვენ ეთერი თორემ გაგახსენდება თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ შეგვეხმიანოთ მოგვიყვეთ მირანდა კი ფიქრობს იმ სირთულეებზე რომელიც წინ აქვს ვარდის ბუნება ვარდის გამრავლების ოსტატობა ეს მემკვიდრეობით გადაეცა მას და ამაზე ახლა ვისაუბრებთ აი ამ მუსიკალური ნომრის შემდეგ ხართ ინტერნეტთან დაათვალიერეთ ჩვენთან ერთად და ეს კოლაჟი ვარდების რომელსაც დღეს გთავაზობთ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ სალამურმა რადმონტაცე სიყვარული დადამდოვე მარათო და მარათო მოწნები და სინანული რადმონტოვე მარათო და მარათო მოწნები და სინანული Salamursa ulshi chauturi Transmenelები დავიკავშირდა ეს ვარდის სიყვარულით არის თუ სიმღერის აეხლა შევიტყობთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით.
თქვენს სტუმარს მინდა ვკითხო, არის თუ არა მის კოლექციაში ყაზანდლიყის ძალიან სურნელოვანი ვარდი და თუ არის ასეთი. დიახ. შეიძლება თუ არა რომ ერთი სულ პატარა ტუტი გვიცილადოს გამრავლებისთვის. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთი მსმენელი და უპასუხოთ ხომ? მირანდა. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემო სიცოცხლეს სულ მასპინძელს დიდებულ სიყვარულს სამარდო და სამაისო ქუთაისიდან და წყალტუბოს სასწაულების მზის და ვარდების მხარეო მხოლოდ შენზეა ნათქვამი. კურნალად შემეყარეოდა სწორედ ეს სიტყვები პეტრე გრუზინსკის არის. თქვენ კი აღნიშნეთ როგორი სასიამოვნო, როგორი საინტერესო მართლა გადაცემა გაქვთ. ვარდები მართლა ზურაბი როგორ კარგად დაახასიათა. ეხლა იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა, მაგრამ იცით რა უნდა მითხრათ? ეს სიყვარული მრავალფეროვანი ვარდია და მე მქონდა ეზოში როგორი იცი მუქი როგორი შინდისფერი არა მუქი ხავერდოვანი სურნელოვანი ისეთი და ყველამ წაიღო ყველამ ვინც მოვიდოდა ყველას უნდა და ეს გამრავლება და ძალიან ბევრს გავატანეთ რა თქმა უნდა და ჩვენთან ნაისის ვარდები ხეივანით ალავერც რო ეძახიან როგორ მიხარია უშვენიერესი პირველად რო აყვავდება სურნელება მარტო სურნელება რაც მთავარი და როგორ მიხარია ასეთი კოლეგამ ყოლია ექიმი აი ხომ გითხარით ექიმებს უყვართ ძალიან ვარდებით ვარდების მოსიყვარული და ვარდები მართლა სამკურნალოა ვარდის ჩაიც და მურაბაც ვარდის ლიკიორი და რა ვიცი ყველაფერი მზადდება ძალიან დიდი მადლობა როგორ მიხარია თქვენი გადაცემა ნუ ყოველ კვირას ველოდები სიყვარული და სიხარული და დიდი მადლობა დღევანდელი ასეთი სიყვარული მადლობა თქვენ მადლობა მოდი თუ პასუხოთ ახლა პირველ მსმენელს რა ჯიში თქვა ჩემთვის უცნობი იყო ეს არის ყაზანდლიყის ჯიში რომელიც ანუ აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან დიდი პლანტაცია იყო ამის გაშენებული თუმცა ეთეზეთების ამზადებენ ამ ვარდისგან. კი, მახსოვს უნამოებს უკრაინაში. და ძალიან ძვირად ღირებულია ეს თვითონ ეთეზეთი 1 მილიგრამი საკმაოდ დიდი თანხა ღირს, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ და სამწუხაროდ გადაშენდა, მაგრამ ამას წინათ წავიკითხე, რომ თურმე ვიღაც აპირებს ამ იმის კოლექციის აღდგენას და გაშენებას და ძალიან მე მოვხდი ერთი რამოდენიმე წლის წინ ეს არის თვითონ ლოპოტას ტბასთან ახლოს ეს პლანტაცია გავერანებული იყო და მე წამოვიღე ეს ტოტები და მაქვს გამრავლებული და ამ ქალბატონს უწილავდნენ ნამდვილად მაქვს რამოდენიმე ძირი და ძალიან სურნელოვანია ფერი არის მოვარდისფრო ფერის და ძალიან სურნელოვანი და თვითონ ეს ეთეზებს დროს, როდესაც კრეფტენ ხდიან, დაკრეფა უნდა მოხდეს დილის 6 საათზე, სანამ ნამი აქვს, სანამ ზეამოა და ძალიან სერიოზული ეს არის ეს პროცესია. ექიმო მირანდა ბრეგვაძე, ახლა მოდით მოვყვეთ იმ ტრადიციებზე, რაც ოჯახში იყო და რაც თქვენ ჩაიბარეთ, მაგრამ ვიდრე მოყვებით, სულ 2 წუთი გვაქვს ამისთვის. აი იმ ყვავილების თაიგულზე მითხარით, რასაც ღებულობდა თქვენი დედა. ვიდრე დედა გახდებოდა. დედა სწავლობდა თბილისის სამედიცინო კოლეჯში. და როდესაც ჭიათურაში ყვავილებით მოიხიბლა. დიახ, ვარდებით მეგობრები შენატროდნენ, როდესაც დედამ თქვა, რომ ნეტავშენაზა და უთვალავი რაოდენობით ვარდებით ხდებოდა. ჭიათურის რაიონში მამა, როდესაც ჩადიოდა. მაშინ მამას არ ქონდა ისეთი დიდი კოლექცია, როგორც კოლექცია არ ქონდა, წითელი ვარდებით ხდებოდა. წითელი ვარდებით ხდებოდა მამა ყოველ ჩასვლაზე დედას. მაგრამ მე სამწუხაროდ მე ვარდებით, ანუ მიყვარს, არ თაყვანისები ვარდებს არ ვჩუქნიან. რატო? ეშინიათ ალბათ და თვითონ იმდენი აქვს ვარდი, რომ და როგორ გავაკვიროთ ალბათ და გაითვალისწინეთ მეგობრებო, მირანდას უნდა ვარდის თაიგული. თეთრი ფერის ვარდები მიყვარს ძალიან. თეთრი ფერის ჩვენ რადიო მსმენელი ყავს. ხაზზე მოგესალმებით, გისმენთ? ალო? დიახ. გამარჯობათ ქალბატონ ვალი. გამარჯობა. თქვენ სტუმარს მივესალმები.
ძალიან კარგი გადაცემა გაქვთ. მადლობა. ეს და ყველა დანარჩენი ყოველთვის გისმენთ ხოლმე. მე მაინტერესებს ის თუ შეიძლება საერთოდ ოჯახში, ანუ სახლში რომ მქონდეს ეს პატარა ჯუჯა ვარდები იყიდება. ეს ყვავილებია ხოლმე და აი თქვენ რამდენად იცით რომ კარგია ეს რომ ოჯახში იყოს ზოგი ამბობს რომ რადგანაც ეკლები აქვს არ არის ასურველიო და აი თქვენ როგორ მეტყვით ძალიან დიდი მადლობა ძალიან კაი შეკითხვა აღნიშნე რომ ძალიან შემოვიდა ახლა მოდაში ყველას უნდა ყვავილები და დიდრი უპასუხებთ მეორე მსმენელი თბილუდება გისმენთ მოგესალმებით ეთერში ხართ გამარჯობა თქვენაცვალი ძალიან საინტერესო გადაცემა მადლობა მე ვარ ყვარლიდან დიახ ბავშვობაში სკოლაში რო სწავლობდით ჩვენ მივყავდით დიდი პლანტაციები იყო ყაზანიკის ვარდისა ერთი წამი თქვენთან ისმის ძალიან ხმამაღლა რადიო და უნდა ჩაუწიოთ რომ არ ორმაგდებოდეს ხმა დიახ პლანტაცია სურნელება იყო ისეთი სურნელება იყო არაჩვეულებრივ კრებდით ბავშვები დილით ადრე და იმისგან ეთერზეთებს ეს მახსოვს ძალიან კარგია მე კიდე ახლა იყიდება ჰოლანდიური რაჭი ქოთნის ვარდები რომელიც აი მოვიდან რამდენიმე დღე ძლებს მე აღარ გასაგებია და რა გვაინტერესებს ახლა როგორ უნდა მოუვაროთ ვასწავლე მაგრამ მე მგონი არ გვასწავლია ისე რომ უნდათ რეალიზაცია მეტი იყოს აჰა გასაგებია დიდი მადლობა და უპასუხოთ ახლა ჩვენს მსმენელებს დიახ ეკლებზე იყო და რამდენად შეიძლება რა თქმა უნდა ვარდი პატარა ჯუჯა ვარდები გქონდეს აივაზეც და ზიან ფანჯრის რაფაზეც არ არის პრობლემა. როგორ მოუვაროთ, რომ დიდხანს იყოს? მოვლას რაც შეეხება, რომ გითხრათ, ახლა ძალიან ისეთი მოვლა არ ჭირდება, რომ მოყვარულის დონეზე ვერ მოყვარულ. მოყვარულის დონეზე, ლამაზი თაიგული როა ჩავდე წყალში და არა, თაიგული არა, ნერგი უნდა შევიწინოთ. ნერგი. დავდგათ ქოთნით, ოღონდ აუცილებელია ვარც უყარს მზე. ზიან ფანჯრის რაფაზე და წყალი დაუსხოთ, შესაძაც გაუჩრება და ფოთლებზე არ უყარს ვარც წყალი. აი სუსტად ის სოკოვანი დაავადებები რომ არ გაუჩნდეს. ფოლკლორი ხო? დიახ, ფოლკლორი რომ არ დაგჭირდეს ვიყაროთ. მირანდა, როდესაც ბუჩქია, ვარდის, რაჯუბია ის გადავჭრა და წავიღო სახლში და ჩავდო კილოში თუ დაჭკნეს, ამბობენ რომ არ ვარგა რომ აჭკნება ზეთ ხო ვარდი. ანუ როდესაც დაჭკნება კალამი მოიჭრას და ის შეგვიძლია დავაკალმოთ. ხო, ეს უკვე დავაფესვიანოთ, ეს უკვე ცოტა პროფესიონალური. საზოგადოებრივი რადიო გთავაზობთ. ლალი იმნაიშვილის საავტორო გადაცემას კოლექცია. ეს არის თემატურად გაერთიანებული საგნები, რომლებსაც როგორც წესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა ჩვენ კოლექციასთან დაკავშირებული ადამიანური ისტორიები გვაინტერესებს. კვირას 16 საათსა და 10 წუთზე. FM 102 და 4-ზე. საუბრობთ ყვავილებზე, კერძოდ ვარდებზე. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით, კალბატონებო. ნამდვილად კაი გადაცემა და თემა განსაკუთრებით ხანდელი თემაა მოსაწონი, რადგან ცოცხალ ბუნებასთან და ცოცხალ მასთან უაგროებს, თორემ ახლა ნივთებისა და იმის შეგროვება უფრო ადვილია და მისი შენახვა და ამას რო შრომა სჭირდება და აი რა მინდოდა მე თქვა კალბატონებო. აი განსაკუთრებით მეც მიყვარდა ყვავილები და უგლი და ყვავილები ახლა მიყვარს, მაგრამ მოვლა არის ძალზე სათუთი და აი მხედველობის გამო პრობლემის გამო ვეღარვული და აი მე თვითონ ვაგროვებდი თავიდანვე და მანამ მინდა თქვა რომ აი ყვავილებსაც სიყვარული ქართველებს კი დასწროს, მაგრამ მათგან ბეატბად უფრო წინარიან უკრაინელები ყველა საფრთხის წინ აუცილებლად უკრაინის დაბაში იმას ყველა სონთა თავისი ყვავილნარი და აი ყვავილნარი იცონებდნენ თავს და სამეგრელოში მაგალითად ტრადიცია იყო უფრო მეტად სავსე და დიდი цаრიელი ეზო მწვანე ეზო უნდა ყოფილიყო და ნაკლებად მიზდედა და აი მე ვაგროვდი გეორგინების ყველა სხვადასხვა სპორტიდან ჩამოვკვდა უკრაინიდან კისლოვსკიდან ჩრდილოეთ კავკასიიდან ძალზე ბევრი შევაგრე, მაგრამ აი საუბედუროდ მოხდა ისე რომ ერთ წელიწადს ვეღარ მოვღრე, ვეღარ ამოვიღე ის გეორგინები და ყველა მოიხინა და თითქმის მთლიანად დაახლოებით 8 სახის გეორგინა იყო სხვადასხვა ყველანი დამეღუპა და დამეკარგა და იქნება აქვს ვინმე საერთოდ გეორგინების ანაკიდი მაგალითად პეონების არაჩვეულებრივ კოლექციასაც ვიყავ ხელი ბოლოს პერიოდში და ვაგროვდი აი პეონებისა და აი ესეთი ყვავილების აი ესეთი მცენარეების კოლექციები თუ არ ვინმეს იმათ რო წარმოაჩენთ თუ
კახეთის იქნება როგორც ქალბატონი წარმოაჩინეთ ამას უბრალოდ მადლობელი ვიქნებით სიამოვნებით დიდი მადლობა თქვენ და თუ ვინმეს გაქვთ ახლა ვინც გვისმენთ ეს კოლექციები შეგვეხმიანეთ ჩვენ სიამოვნებით დაგითმობთ ეთერს ისე დავამატებ თუ შეიძლება მახსოვს ძალიან კარგად რომ სრულიად პატარები რო ვიყავით და ბათუმში ჩავდიოდით იქ რაღაცა ბათუმური ყვავილები იყო ყველგან მახსოვს ძალიან კარგად თელავის ვარდები ყველა სახლთან იყო დიახ დღესაც არის თელავში დღეს დღეს რო არის უკვე არ არის საკვირველი დღეს უპასუხოთ იმ ქალბატონს რომ დიახ ქალბატონმა აღნიშნა რომ წუხდა რომ ჰოლანდიური ჯიშის ვარდები არისო მხოლოდ ჩვენთან ასე თქვა აი სურნელი დაკარგაო და რატო ხდება ეს? ისეთ გარკვეული ჯიშებია ეს არის მაგალითად ოსტინი იყო ესეთი კოლექციონერი დევიდ ოსტინი რომელიც განსაკუთრებულად აქცენტს აკეთებდა სურნელებაზე. ყველა მისი ვარდი არის სურნელებით გამოიხატება და ძალიან ისეთი სურნელი აქვს. გუნებრივია რაღაცა ვარდთან მიდიხარ უნდა და არც უნდა დაგჭირდეს მისულა რომ დააყენოს. ეხლა იმ ბატონმა რომ ბრძანა თელ ოთახში დადგაო ვარდის სურნელი. ის ვარდი 1945 წელსია გამოყვანილი. და სწორედ იმ ვარდის აპატიცემულოც ქვია მე მირანდა. იმ ვარდს ქვია მირანდი. ვინ გამოიყვანა ეს ვარდი ხო მაგრამ სამწუხაროდ აი მე და მამია ეხლა არ ვიცი ჩემი სახელობის ვარდი ვინ გამოიყვანა მაგრამ ბევრმა თქვა ეს ფერი მუქი დიახ ბევრმა აღნიშნა იმიტომ რომ ისეთი ჯიშის ვარდია სურნელით გამოიჩჩევა ძალიან და მამამ ჩადო ეს თქვენ სახელში მამამ ჩადო ჩემ სახელში და ალბათ ჩაიდო კოდი რომ მე ეს ანუ ვარდის კოლექციების შეგროვება უნდა გამეგრძელებია. თქვენ აგროვებთ და თავად ქმნით, ხომ? დიახ. აი მით გამოირჩევა ეს თქვენი კოლექცია, რომ დიდი შრომა უნდა რომ გაამრავლოთ. მამამ ჩაგაბარეთ რამდენი იყო? 15 ჯიშის ვარდი ჩამაბარა მამამ და დღეს გაქვთ? დღეს უკვე 300 ჯიშამდე ითვლის ჩემი კოლექცია და გამორჩეული რომელია თქვენთვის? ვარდი. ძალიან მიყვარს ოსტინის ვარდები. სურნელებით გამოირჩევია და ბუნებრივი ფერებით. არ არის იქ გადამეტებული სხვადასხვა ფერები, ერთფეროვანი ვარდი, ანუ ფერში ზის ეს ვარდები და სურნელება აქვს. ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვარდ სურნელი უნდა გქონდეს. ნამდვილად. საქართველოში რომელი ქალაქია თქვენი გადასახედიდან, სადაც ბევრი ვარდია და კარგად ხარობს და თბილისში კარგად ხარობს ვარდები. და თბილისის გარე წნეთი კოჯორი უყვარს ზაფხულის ანუ ცხელი დღეები და ღამის სიგრილე უყვარს ვარდს. და როდის უნდა მოვრწყოთ? მორწყვა აუცილებელია დილით მოერწყოს ის ამოსვლამდე. ყოველ დღე? ყოველ დღე არა. აი თქვენთვის ეკითხები მეგობრებო რომ ვისაც გიყვართ ვარდი. დიახ, ყოველ დღე არ არის აუცილებელი ვარდის მორწყვა. უსახს გონია რომ ყოველდღიური მორწყვით ეს აკეთებს კარგ საქმეს, მაგრამ არა. კვირაში ერთხელ საკმარისია ვარდის მორწყვა. ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია შენ ისეთი ლამაზი ხარ ცქერა გამჭირვებია ყვავილების დედოფალა ყვავილები მღერია ყველა დარდი დამავიწყეს გული გადავერია თვიმა მოდის თვიმას გაბასკუგი გაბადახსველებია ყვავილების დედოფალა საყვარელო ფერია თვიმა მოდის თვიმას გაბასკუგი მაგრამ არაფერია ყვავილები თურმე თვიმაშიც გიმღერიან ფერიან ფერიან ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია შენ ისეთი ლამაზი ხარ ცქერა გამჭირვებია თვიმა მოდის გაბასკუგი ყვავილები მღერიან ეს ქვეყანა გაცოცხლდა გული გადავერია ყვავილები მღერიან ყვავილების დედოფალა ეს ქვეყანა შენია შენ ისეთი ლამაზი ხარ
მოდის გაფაცუბით ყვავილები მღერიან ეს ქვეყანა გაწოხრადა გული გადამერია წვიმა მოდის წვიმაც გაფაცუბით ყვავილები მღერიან აი ესე ავამღერეთ ყვავილები დღეს და ჩვენ რადიო მსმენელი გველოდება მოგესალმებით. მაბადიეთი, შეკითხვა არ მაქვს, დიდი მოყვარული ვარ ვარდების, ყველაფერის ვარდი მაქვს, თქვენი ვარდების დანახვა მინდა. ახლა მოგახსენებთ რაც შეიძლება ნახო. უღმესი მადლობა. ვინახო, არაფერი. კი ბატონო, გეტყვით ახლა. დიდი მადლობა მსმენელებს, ასე რომ უყვართ ვარდები. ეს შეუძლებელიც არის ალბათ რომ არ გიყვარდეს და ვიდრე სად შეიძლება ვნახოთ მირანდა თქვენი ვარდები უთხრათ იმ ბოტანიკურ ბაღზე რომელიც ოდითგან არის ჩვენთან და რომ სადაც არის ვარდების განყოფილება და უძველესი ჯიშის ვარდები არის ჩვენს ბოტანიკურ ბაღში და თქვენთან არის ეს ჯიშები არ დაიკარგოს არ უკარგავ ნამდვილად პატივცემ ყველა ძველ ჯიშს და ძიებაში ვარ სულ სამების საკათედრო ტაძრის ეზოშიც არის ჩვენი ვარდები ეს ბოტანიკურიდან თუ თქვენი არა ჩემი არის ნახევარი ჩემია ნახევარი გერმანიიდან ერთ-ერთი კოლექციონერის ბაღიდან ასე ვთქვა ასე რომ მეგობრებო სამების ეზოში ნახეთ მაისის თვეში ისიამოვნეთ ნახეთ ძანთით და მირანდას ვარდებს ნახავთ წვანე ვარდის თაობაზე მინდა რომ უთხრათ ჩვენს მსმენელს საერთოდ ეს მრავალფეროვნება რა ვიცი წვანი ლურჯი და ზოლებით ხო ვარდი უნდა იყოს ალბათ მაინც თავის პირვანდელი ის არ უნდა დაკარგოს ხო რომ გავარჩიოთ ეხლა პიონერია და სხვათა შორის სურნელი უფრო მათ აქვთ ამ გამოყანა არა პირიქით ძველ ჯიშებს აქვს დიახ და ამიტომ ვცდილობ რომ არ დავკარგო ეს ძველი ჯიშები როგორ მდიდრდება თქვენი კოლექცია ვაშლზე როგორ მდიდრდება დიახ ერთი ვარდი სხვათა შორის კაკაოსფერი ვარდია ეს რძიანი კაკაოსფერი ვარდია რომელიც ჩემო მეგობარმა პეტერბურგიდან თვითმფრინავით ვაშლით ჩაომიტანა სისველე ხომ აქვს და ის კალმები ქონდა მაშინ ჩარჭობილი დამირეკა პეტერბურგიდან როგორ წამოვიღო გაიხარა და ყველაზე სანაცილო ის იყო რომ სხვადასხვა კალმები მოქონდა და რამოდენიმე ვაშლი აუღია ეს ვერ ვფიქრებია რომ შეიძლებოდა ერთ ვაში რამოდენიმე ყოფილიყო და ეს ხელში ეჭირა და აეროპორტში ყველა მიყურებდა როგორ უჭირავს ეს და ანუ ძალიან გაიხარა ივარდა და ყველა ვარც აქ თითოეულ ვარც აქ ისტორია ყველა ჩემ კოლექციაში ზოგი მეგობრებისგან აქ მაქვს ნაჩუქარი ზოგს მე თვითონ შევიძე და ვამრავლებ და ერთ-ერთ ჩემ მეგობარს კიდევაც უთხარი საფრანგეთიდან ჩამომიტანა ვარდი რამოდენიმეჯერ და იცით მეთქი მე მარტო ვარდები კი არ მიყვარს და სეკატორები მოქონდა სუნამოც მიყვარს ფრანგული მეთქი სხვათა შორის ვარდი როუზეს ხმარობ ვარდის სუნამოს ხმარს ხა სუნამოს ვერ ხმარობ არ ვიცი ეს კოდით ჩადებულია თუ რა მაგრამ ვარდის მურაბაც გიყვარს მომწონს კი ბოლოს რა ფერის ვარდი შექმენი შენ თვითონ ანუ შექმნით მე თვითონ არ ვქნი ეს ვამრავლებთ ანუ კოლექციონერები თვითონ ამაზე მეცნიერები მუშაობენ რომლებიც დამტვერის შედეგად ქმნიან ჯიშებს მაგრამ შენ არა სხვა ფერებ არა მე ვერ არა დიდი სიამოვნებით ეს უკვე ლაბორატორიულად ხდება ამაზე მეცნიერები მუშაობენ წლების წინ ხა თუ მირანდი 1945 წელშია გამოყვანილი კიდე უფრო ადრეც იყო ვარდები რომლებიც ამაზე მუშაობდნენ და დღემდე უკვე ისე აქვთ მაშინ ერთფეროვანი ვარდები გამოყავთ ახლა უკვე ზოლებს უკეთებენ ერთ ბუჩქზე შეიძლება გამოვიდეს შინდისფერი შეიძლება ყვითელი შეიძლება შინდისფერი და ყვითელი ზოლები და იმ მეცნიერმა სწორედ ამიტომ დაარქვა ამას აბრაკადაბრა აჰა დღეს ალბათ არ შეიძლება არ ვახსენოთ ის ვარდები რომლებიც ბევრს გვახსოვს და რომლებიც მცხეთასთან იყო ეს გაშენებული ხეივანი დიდი ბაღი ვარდების მიხეილ მამულაშვილის და არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა ამ ვარდების ეს იყო დღესასწაულები თუ საღამოები ყველგან მისი ვარდები მეც მოვესწარი ამ დიახ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი სკოლაში სწავლობდი და მახსოვს ექსკურსიაზე როდესაც წაგვიყვანეს ძალიან შთაბეჭდილება დატოვა რა ფერი იყო რომ შეხვედი ბაღში ლივლივებ და უფრო
პასტელური ფერები იყო. მოგესალმებით ჩვენს მენელი ყავს. შემოვნებით უსმენთ, თითქოს თან ვერ ხედავ, რასაკვირველია, მაგრამ აი წარმოდგენა მაქვს. ძალიან გმაყოფილი ვარ თქვენი გადაცემით. კარგ ხასიათზე დამაყენა. მაგრამ რა მაინტერესებს კიდე გახმობა არ ვარ ვარდისო და მე ერთი 5 ცალი ვარდი ყლორტიანად გავახმე და ძალიან ლამაზი მგონია და რატო არ ვარ აი ხო გავიგებთ მეც მომწონს ოდესაც კი მეც ვახმობ შუშის იმაში ჩადებულია სხვადასხვა თაიგულებად პატარ-პატარა ვარდებს სხვათა შორის მეც ვახმობ ჯუჯა ვარდებს ეს ყველაფერი არის ცრურწმენა რაც გსიაუნეთ გაბატონო და რაც სილამაზეს შეეხება შეგიძლიათ ძალიან ლამაზია ყოველთვის თვალი გამირბის იქეთ ოთახში რო შევდია რომ ოთახშიც ფაქრო იმას შეხედო დიახ თამამად შეგიძლიათ შეინახოთ ძალიან დიდი მადლობა დეკორატიულობის გარდა ვარც სამკურნალო თვისებებიც აქვს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ კულინარიაში, პარფიუმერიაში იხმარება და ქრისტიანულ მოძღვრებაში კი ვარდის სილამაზის, კეთილსურნელების და სრულყოფის გამო 64-ის ყვავილად არის წოდებული. მსმენელი ყავს ხაზზე, მოგესალმებით. ალო, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ? ეთერში ვარ. დიახ. რაღაც რადიოში არ ისმის. ისა მოგესალმებით. მოგესალმებით. მირანდა, ჩემო კარგო, შენ ხარ ყვავილების დედოფალი. აი მე ეს რაც თქვენ გაგიცანით თავიდან და სულ ვარ თქვენი კურსში ვარ, საქმის კურსში თქვენ ხართ ყვავილების დედოფალი. უღმესი მადლობა ქალბატონო. მადლობა დიდი და მეორე მსმენელი. ალო. კარგად ჯანდებოდეთ. დიახ, გისმენთ? თბილისობის დროს მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მე და ჩემი მეუღლე ჩამოგვივიდნენ უსხოელი სტუმრები. წავიყვანეთ მამულაშვილის ბაღში. ნუ ხა იმ ბაღის აღწერა უაზრობა, იმიტომ რომ ყველა მიცის რა ზღაპარია და ედემი. და ბატონმა მიხეილმა გვითხრა კომპოზიციები მაქვს ხმელი ყვავილების დაბლა, ოღონდ დენი არის თვებაო და ჩემო მეუღლემ გაუკეთა, ნუ არაფერი ისეთი არ იყო და გვაჩვენა არაჩვეულებრივი კომპოზიციები, რომელიც მე ლენინგრადში, პეტერბურგში თუ როგორ ერქვა მაშინ. ხო, ლენინგრადში დაიბეჭდა ღია ბარათებად. და სერგო პაპა ყავდა 23 სკოლაში ხატვის მასწავლებელი, რომელსაც იუბილეზე მივარჩვით მოწაფეებმა პალიტრა გარშემო იყო სხვადასხვა ფერის ყვავილების თაიგულები და ფუნჯის მაგივრად იყო მცენარე, რომელსაც ბოლოში აქვს ესეთი ბუსუსებიანი ფოთოლი თუ ნაყოფი თუ რაღაც. მოკლედ ფუნჯს წააგავს ძალიან. და თუ კი რამე ღონისძიება იყო, ყოველთვის სცენაზე იყო ხოლმე ბატონი მიხეილის კომპოზიციები. და მაშინ მქონდა რუსთაველის პორტრეტი, არაჩვეულებრივი, ნუ წარმოიდგინეთ ახლა პორტრეტი ყვავილებისგან. და წამოსვლისას მაჩუკა დაახლოებით რვეულის ფურცლის ფორმატის ლასტი, რომელზეც იყო ხავსი და 16 ვარდი ვიდო. იცით, აი გადმობნეული ვიცი, დიდები და მე მცირდებოდა და ბოლოს იყო ერთი ციცკნა, ნამცეცა ვარდისფერი ვარდი. ძალიან დიდხანს ვეფერე, ველოლიავე, ხან მაჩივარში შევინახე, ხან მოვწე რომ ყველა შენახა. და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ სიამოვნებით გისმენდით. ეგალები თეთრი ვარდების ფონზე უნდა ვთქვათ ის რაც დღეს უნდა ითქვას გადაცემაში ამ ვარდების ბუნებასა და მის გამრავლებასა და მის შრომაზე, რასაც თქვენ ეწევით რამდენი წელია? მე პირადად 15 წელია. 15 წელი. 6 წელი ექიმობას დაუთმეთ, 15 წელი რაზე მუშაობთ ახლა? აი, რა გინდა თქვენ კატალოგები წამოიღეთ არაჩვეულებრივი და ვაჩვენოთ ჩვენს მსმენელებს, აი და მაყურებლებს წარწერა აქვს ძალიან საინტერესო ამ კატალოგს. ეს ყავაცის ღიმილს და ყავაცის დიდ სიამოვნებას მაიჭებს, ოდესაც პირველ გვერდს გადავშლი. ავწიოთ ისე რომ დაინახოს და წერია მე ხედავ მე მგონი ვარდების მოტრფიალესა და პროფესიონალ სპეციალისტს ვეღარ ხედავ. ვარდივით გაგონა მირანდას
თემურ გელოვანისაგან. თემურ გელოვანი. და რამდენი ფურცელი გადაუშალოთ ამ კატალოგის 2005 წელს მართლა 2005 წელს. ეს გამოფენის დროს თუ ხო ტარდება გამოფენები და გამოფენის დროს არა ერთ-ერთი შეხვედრის დროს გადმომცა. იკრიბებით, ანუ ვარდების მოყვარულები და დიახ და აქ არის არაჩვეულებრივი კატალოგია. იქნება კატალოგები, მაგრამ ეს კატალოგი შეუცვლელია. თითქმის ყველა ჯიში არის აქ მოთავსებული 2000 წლამდე. ანუ 2000 წლის შემდეგ კიდევ ბევრი ვარდებია გამოყვანილი და წარმოიდგინეთ სულ აქ ვარდებია. უკვე ვეღარ ითვლიან კოლექციონერები ვარდის ჯიშებს. თქვენ სად იყავით, რომელ ქვეყანაში ასამაღლებლად ამ ცოდნის დასახვეწად? თუ იყავით სად? დიახ, არა, ასამაღლებლად არ ყოფილა, სხვადასხვა გამოფენებზე ვიყავი. მიწვეული ოფიციალურად თუ თქვენი ნებით? ჩემი ნებით ვიყავი ერთ-ერთ გამოფენაზე ბელგიაში, სადაც ნახე არაჩვეულებრივი ვარდების კოლექციები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი. ჩემი გული ძალიან მინდოდა ეს სიმღერა რომ დღეს მოგვისმინა ჩვენს ეთერში თეთრი ვარდები. ეს გიორგი ჩუბინიშვილის სიმღერა იროდიონ ევდოშვილის ლექსი ძალიან იშვიათი ლექსი რომელიც ამღერებულია. ვარდებზე ძალიან ბევრი სიმღერებია. რასაკვირველია ყველას დღეს ვერ გავაშერებ. უმღერიან ვარდს ადარებენ გულს, ქვეყანას, სიყვარულს და თბილის ომის დავარდების მხარეა. თქვენ როგორ თვლით? მართალია რომ ისაც ყვავილი არ უყვარს ის არ არის კარგი ადამიანი. დიახ, სხვათა შორის კი ხო? ნამდვილად ამას ვიტყვი რომ ნახოთ ესეა. არ არსებობს ადამიანი, ვისაც მცენარე უყვარს და ყვავილი უყვარს, ის იყოს ცუდი გუნების. ერთი ვიზიტი იყო თქვენს მირანდას ვარდებში. დიახ. მოდით ვთქვათ ამ ვიზიტზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ ახლა ბეჭედით გიკეთიათ ეს. დიახ, ეს ბეჭედი. ჩემთვის ყოველთვის ემოციას იწვევს. ჩვენთვის სიმშვიდეს, როდესაც ვიცით თუ ვისი ბეჭედია. დიახ, ეს ერთ-ერთ ჩემ ორანჟერიაში მეწვია უწმიდესი. 2005 წელი იყო თუ არ ვცდები. მას უყვარს? ძალიან უყვარს ყვავილები, მცენარეები, როგორც ცნობილია, მაგრამ განსაკუთრებულად უყვარს ვარდები. და უყვარს თეთრი და წითელი ფერის ვარდები, ბუნებრივი ფერები და აუცილებლად ვარდს უნდა ქონდეს სურნელი. თითოეულ ვარდთან ჩერდებოდა წამების განმავლობაში და სურნელი აინტერესებდა თუ ქონდა ვარდებს და განცივდა რომ რამდენი ხანია მე არ მინახავს მირანდა ვარდების სურნელი ესე მასიურად და ერთ-ერთ საყვავილეში რა თქმა უნდა პატივისცემით იყო ერთ-ერთი ვარდი ჩადებული და დაყნოს ამ ვარდს და ამ ვარდს რა ქვია მირანდა მკითხა მირანდი მეთქი და მიყურებდა ხან მე ხან ვარდს და მას შემდეგ მირანდის მეძახის და ყველაზე ნიშანდობლივია მეგობრებო რომ მეორე ბეჭედიც აჩუქა მირანდას უწმინდესმა და მეორე ნახევრის ძიებაში ახლა ჩვენი ვარდების კოლექციონერი მხოლოდ მე მაკმრე რაც მატანაჯერ შემოსულის გოგოჩირიმე შენი ჭირიმე რა გინდა რომ ვსვათ დღეს გადაცემაში დიდი სურვილი მაქვს დავით ოსტინთან ვიდა შეხვედრა. ეს ძალიან რთულია, უკვე ასაკშია მე მგონი არა არის რთული, იგეგმება ხოლმე საქართველოში ექსკურსიები და აუცილებლად მინდა რომ მასთან მქონდეს შეხვედრა. მიწერე ელექტრონული ვერსიით. გაუგზავნე და თვითონ გამოიჩენს ინიციატივას ვიხარი რომ ვარდების კოლექციონერი ვარ საქართველოსთან და ამას ალბათ საქართველოს შესახებ. თუმცა შესაძლებელი არ არის ეს შესაძლებელი იქნება
იცი რა მაინტერესებს, როდის იქნება კიდე გამოფენა, გაყიდვაც არის ხოლმე, ხო ხშირად არის, ხო? თბილისში ტარდება თუ სხვა ქალაქებში? თბილისში ტარდება. მარტო თბილისში? არა, სხვა ქალაქებშიც ტარდება, მაგრამ ანუ ეს ტრადიცია არის უკვე 26 მაისს ტარდება, 10 წელია უკვე, ყოველ 26 მაისს ტარდება ყვავილების გამოფენა, გაყიდვა და დიდი სიამოვნებით ვიღებ მე ყოველთვის მონაწილეობას. ჩატარებულა კახეთშიც, სიღნაღში ჩატარდა რამოდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა სიღნაღში. ვარდების ჯიშებზე მითხარი. არის მინიატურული, არის ან ეს სახეობებია. ჯიშები არის აი მირანდი, ეს არის ჯიში. ჯიში და სახეობა რამდენიმე. აი ზოგი ხესავით არის. დიახ, ეს არის ხევარდები, ანუ შტამბოვანი ვარდები. ზოგი კედელზე. კედელზე გამსვლელი ვარდები. ქალბატონმა წეღან აღნიშნა, რომ მაისის ვარდებიო, კედელზე გამსვლელი ვარდები მაქვსო ეზოშიო. ადრე იყო მართლაც მხოლოდ მაისში ყვაოდა კედლის ვარდები, მაგრამ ახლა მეცნიერებმა ისე განავითარეს, რომ უკვე ნოემბრის ბოლომდე ყვავიან ხევარდები, ანუ მხიარა კედელზე გამსვლელი ვარდები. და ქვეყანა მინდა, სადაც ყველაზე მაღალ დონეზეა დღეს ეს კულტურა, რომელია ბრიტანეთი, ჩინეთი, საქართველო, გერმანია. ანუ კი, გერმანიაშიც ყველგან არის თითქმის საქართველოშიც ახლა არ არსებობს ეზო, მართლაც კერძო ეზო ნახოთ, რომ არ იყოს ვარდი. ყველას აქვს ის ძველი ჯიშების და ახალ ჯიშებსაც მე ძალიან ბევრი ეზოში ვარ ნამყოფი და დიდი სიამოვნებით უყურებ, აი როგორი თან სახელებიც იციან უკვე ვარდების. ჩემზე კარგად ხანდახან რომელი უნდათ ხოლმე ყველაზე მეტად ეხა რა, ჩვენთან ხო ყველაფერი მოდაა. დიახ, ეს ზოლებში მოსწონთ. ზოლებში მოსწონთ. სურნელოვანია? სურნელოვანი არ არის, მაგრამ მაინც მოსწონთ თვალისთვის. დეკორაციულად, მაგრამ სურნელოვან ვარდებსაც ანიჭებენ, მას ცალკე კუთხე უჭირავს. როდესაც მოწყენილი ხარ, როგორ ფიქრობ, ვარდებიც მოწყენილები არიან? ვარდები მელოდებიან და როდესაც მათთან მივა, უკვე ქრება. ერთი კოლაჟი მოვამზადეთ ბოლოსკენ და მოვისმინოთ აბა. თეთრი ვარდები შენთვის ვაგროვე შიქჩევა ქსოვე მე ჩემი გული ჩემი ვარდი ხარ მიუგალები მინდა გიმღერო ვარდის რდოდ ვიქცე მინდა ნამიხარ ვარდად ვიქცე ვიუცე მე ხომის ვარდი ვარ შენს ბახს რომ აგდა სიცოცხლე ასე რომ გაცმაბარა ჩვენ ყოველს დაგიტოვებთ თქვენ ბოლომდე მოისმენთ ამ დაათვალიერებთ ჩვენი ვარდების ფოტოსურათებს. მე კი აქ დაგემშვიდობებით. ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მირანდა ბრეგვაძეს განსაკუთრებული მადლობა თავისი ვარდების კოლექციის. დღეს გადაცემაზე მუშაობდით ია ჭელიძე, მეგი მაღლაფერიძე, მზია ჩიტიძე, დათო კიკნაძე. მე ლალი ვარ იმნაიშვილი, კვირას ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ხალი თვალისათუზის ბრალი ხალაჯი ხალ ხალი ქალოდარდო თუთანა ახოს ახარ თუთანა ახოს ახარ თუთანა 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 მეგული მოკდაცე წავიღე აგიარა მიღიარა მე ნუ გეშტვეძებდი შენ ერთგულს ატრაფოს დაბედა მაგსა ჩამოიარა დაბედა მაგსა ჩამოიარა შენ ხომის ვარდი ხარ შენს მას რომ აღდა სიცოცხლე ასე რომ გასტავრა შეიძნა სული მაცის ფერი გასმა ვარდი ხარ შენს მას რომ აღდა ახალ მიშელი ხვალები გიშელი ახალ მიშელი კალოდარდა თუთანა ახალ ახალ თუთანა ახალ ახალ თუთანა 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 ჩემს ვახსოვ მაგდი
პროდუქცია. ლალი იმნაიშვილის საავტორო გადაცემა.